მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს არის 11 ივნისი. დავიწყოთ პირველ რიგში, რომ დღეს 11 ივნისია და ძალიან დიდი დღეა. ჩვენთვის პირადად ძალიან დიდი დღეა და რომელიც სადღაც თბილისის დროით 11 საათზე უნდა დაიწყოს ევროპის ჩემპიონატი 20 წლამდელების მარჩები იწყება ევროპის ჩემპიონატი 2025, რომელიც სლოვაკეთში ტარდება და დავიწყოთ პირველ რიგში, რომ ესპანეთი იგებს უკვე გადაწყვეტილი აქვს თამაშის ბედი და პირდაპირ ნიშნულობით უკვე სამი ქულა მოპოვებულია სრული ამ სიტყვის ნიშნულობით. დღეს ჩვენ ჯგუფში არიან საქართველო, პოლონეთი, პორტუგალია და საფრანგეთი. ძალიან რთული ჯგუფია და აქ რამდენად დღევანდელი თამაში გამოაჩენს, ანუ რამდენად დაგვჭება შანსი მეორე, მესამე თამაში, მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა ბიჭებმა საკუთარი თამაში ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა, რაც შეგვეფერება. პრინციპში იმის შესახებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა და უკვე აქ დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ აუცილებლად და საქართველოს ნაკრებმა ითამაშოს მეოთხე მერვე ფინალები. ეხლა კი რა შეეხება ჩემო არხის მაყურებლებო, ასე ვიტყვი, ჩვენი სტარტო რამოდენიმე გაგნიზე და რამოდენიმე დებუტანტს ექნება შანსი უკვე, რომელსაც ჩვენმა 20 წლამდელების ნაკრების წვრთნელმა უკვე რამასვანამდე რამოდენიმე დებუტანტს მიცემს შესაძლოა რამდენად მიცემს შანსო დღევანდელ თამაში გამოიჩინოს თავი და დაუმტკიცოს საკუთარ თავს ამ ფეხბურთელებმა და წარმატებებს უსურვებს ჩვენ დებუტანტებს. პირდაპირ ნიშნულობით ვიტყვი, რომ დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და სამი ქულის შემთხვევაში ძალიან და გაგვიარდვიზეს, რომ ჯგუფიდან სიტუაცია იმის მიუხედავად საფრანგეთი, პორტუგალია მაგის გარდა პოლონეთი გარდა და ჩემო მსმენელებო, ჯერ დავიწყოთ იმის შესახებ, რომ რა შეეხება ჩვენ უკვე მეორედ მოახერხა ჩვენმა ნაკრებმა და ეს ძალიან დიდი წარმატებაა და უდიდესი წარმატებაა. ეხლა მადლობას გიხდით მოსმენისთვის. დაალაიქეთ ვიდეო, თუ მოგიწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გააზიარეთ, გამოიწერეთ არხი. ბევრ საინტერესო ამბებს შემოგთავაზდა სპორტული სიახლეებთან დაკავშირებით, არა მარტო ფეხბურთი, რაგბი და კალათბურთი. კიდევ ერთხელ გმადლობა.